მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინხლაძე. ერთ საათში იწყება პარლამენტში საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ხდომა, სადაც კონსტიტუციურ სარჩელზე არსებული ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დადგინდეს. აღნიშნული სავალდებულო პროცედურის შემდეგ დოკუმენტი სასამართლოში შესატანად მზად იქნება. ფრაქცია ქართული ოცნების, ხალხის ძალისა და ევროპელი სოციალისტების ერთობლივი სარჩელის დეტალები გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ გაასაჯაროა. მაშინ მოთხოვნილია 3 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. საუბარია ნაციონალურ მოძრაობაზე, ახალსა და ლელოზე. ჩამონათვალში მოხვედრილი ოპოზიცია მართველი გუნდის გადაწყვეტილებას ფუნდამენტური უფლებების დარღვევად მიიჩნევს. კრიმინალები პოლიტიკურ მანტიაში გახვეულნი წლების განმავლობაში საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, დემოკრატიის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, ყველა ფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა დაეზიანებინათ, დემოკრატია დაენგრიათ, ანტიკონსტიტუციურად ემოქმედათ. ამ თვალსაზრისით სწორედ იქნა შედგენილი სარჩელი ორი ძირითადი კრიტერიუმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ანტიკონსტიტუციური იყო კონკრეტული პარტიის ქმედება და თუ ესა თუ ის პარტია თავისი რესურსიდან გამომდინარე, რამდენად შეეძლო ამ პარტიას დაეზიანებინა საკუთარი ქვეყანა. ამ ორი კრიტერიუმიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ 3 პარტიაზე იქნა არჩევანი შეჩერებული. ეწინააღმდეგება ძირითად უფლებებს, მათ შორის პარტიების თავისუფლებას, პასიურ საარჩევნო უფლებას, ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას, თანასწორობის უფლებას, საჯარო სამსახურის დაკავების უფლებას. ეს გახლავთ კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებული უფლებები და აგრეთვე ეწინააღმდეგება თვითონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ არსებულ ჩანაწერს მე-60, სადაც პირდაპირ არის გათვალისწინებული სასამართლოს კომპეტენცია პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. ნაციონალური მოძრაობა, ეს პარტია ეგრეთ წოდებული ახალი და ლელო არის მოხსენიებული როგორც ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალები. და ჩვენ ვითხოვთ აი ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა საქართველოში. ქართულ პოლიტიკაში იქნება შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურად აქტიურმა პირებმა შექმნან პარტია ან არსებული გააძლიერონ და შესთავაზონ საზოგადოებას ალტერნატიული მათი ხედვები, განსხვავებით ხელისუფლებისგან და ქართული ოპოზიციური სპექტრის ადგილი დაიკავონ. პირველი ინტერპელაცია მე-11 მოწვევის პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოში დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრს ელოდებიან. რევან სოხაძე პლენარულ ხდომაზე ფრაქცია ქართულმა ოცნებამ მიიწვია. სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით მინისტრს 70-მდე შეკითხვა წინასწარ გადაეგზავნა. მათზე პასუხის გაცემის შემდეგ რეგლამენტი დებატებს და სიტყვით გამოსვლებს ითვალისწინებს. ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარებულია ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც ირაკლი კობახიძე საკანონმდებლო ორგანოში ნოემბრის ბოლოს ელოდებიან. გამოწვევები გვაქვს სკოლებთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ერთ-ერთი უმწვავესი არის და იცით რომ იგეგმება დაახლოებით 100-ზე მეტი სკოლის მშენებლობის დაწყება მომავალი წლიდან ან სრული რეაბილიტაცია. ეს ის რაც თქვათ ყველაზე ესეთი აქტუალური შეიძლება იყოს მოქალაქეებისთვის, თუმცა აქტუალურია მრავალი საკითხი, როგორც დასრულება ამ საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ავტომაგისტრალებისა, აგრეთვე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წყალმომარაგების საკითხები და სხვა ის უამრავი მუნიციპალური თუ რეგიონალური პროექტები, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს დღეს სასამართლო. დავით ტაბიძეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. ბრალი მას ოფიციალურად გუშინ წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით ტაბიძის საქმე 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის 9 მილიონზე მეტის თაღლითურად დაუფლებას უკავშირდება. პროკურატურის მტკიცებით ამავე კორუფციულ სქემაში იყვნენ ჩართული რამდენიმე დღის წინ დაკავებული შპს ლაგი კაპიტალის ხელმძღვანელი პირებიც. ღაზას სექტორის დაბომბვა განაახლა ისრაელმა. დარტყმები მას შემდეგ დაიწყო, რაც მხარეებმა ერთმანეთის ზავის დარღვევაში დაადანაშაულეს. დაღუპულია სულ მცირე 9 ადამიანი. ისრაელის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მათი მხრიდან იერიში წინ უძღოდა ქალაქ რაფახის მახლობლად ისრაელის არმიის სამხედროებზე ჰამასის თავდასხმა, რასაც თავის მხრივ ჰამასი უარყოფს. გარდა ამისა, ისრაელის პრემიერის ოფისი ამტკიცებს, რომ ჰამასის მიერ ბოლოს გადაცემული ერთი ცხედარი ისრაელ მძევალს არ ეკუთვნოდა. ისრაელს ღაზაზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ თელ-ავივი ამ ქმედებით არ ღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რაც ძირს უთხრის ხანგრძლივი მშვიდობის იმედს და რეგიონულ უსაფრთხოებას.
ამ თემაზე საუბრობს დონალდ ტრამპიც. ამერიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ღაზაში მათი მხარდაჭერით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საფრთხე არ ემუქრება და რომ ისრაელს საპასუხო იერიშის უფლება აქვს. და კვლავ საქართველოს დასაქმების ფორუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმოდგენილი იყო 50-მდე ქართული კომპანია, რომლებმაც სტუდენტებს აკადემიური და პროფესიული პროგრამების შესაბამისი პროფესიული ვაკანსიები შესთავაზეს. ფორუმის მიზნად თსუ-ს აკადემიური პროგრამებისა და პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებისა და კარიერული განვითარებისთვის ხელშეწყობა სახელდება. მოხარული ვარ, რომ ასეთ ფორუმში ვიღებ მონაწილეობას, რადგან ვფიქრობ, რომ სტუდენტებისთვის არა მარტო განათლება არის მნიშვნელოვანი, ასევე გამოცდილების დაგროვებაც პროფესიული კუთხით. პირველ რიგად, ჩვენ უნდა მივცეთ თანამედროვე ევროპული განათლება ჩვენ სტუდენტებს, თუმცა მეორეს მხრივ აუცილებელია ისინი იყვნენ შრომით ბაზარზე ორიენტირებულები. უნივერსიტეტში გაიხსნა ძალიან საინტერესო ღონისძიება 46 კომპანია არის დღეს წარმოდგენილი უნივერსიტეტში და ისინი სთავაზობენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს დასაქმებას. ხმაური იყო დღის ბოლოს დადიანის ქუჩაზე მდებარე მე-10 საჯარო სკოლასთან. გარკვეული პერიოდით გადაიკეტა ცენტრალური გზაც. მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები 180 სკოლაში მეორე ცვლაში დროებით გადასვლას აპროტესტებდნენ. მიზეზი 22 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურული პრობლემა გახდა, რომელშიც ბოლო რამდენიმე წელია სწავლობენ მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები. უშუალოდ მე-10 საჯარო სკოლის შენობა სასწავლო პროცესისთვის ამ დრომდე გამოუსადეგარია. შეკრებილებს შეხვდა განათლების სამინისტროს წარმომადგენელი. მისი განმარტებით სამინისტრო სკოლის სივრცეზე მორგებული ფართების ძებნას განაგრძობს. 22 საჯარო სკოლა შეექმნა ინფრასტრუქტურული პრობლემები, ამიტომ სანამ სამხარაულის დასკვნა არ იქნება დაჩქარებული წესით არის გაგზავნილი, მანამდე ორივე სკოლა გადავედით ერთი კვირის ვადით ონლაინ სწავლებაზე. 12 საათზე გვაქვს შეხვედრა ჭყონდიდელის 56-ში მდებარე უნივერსიტეტის რექტორთან. იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკება იქნება ჩვენ და სასიკეთოდ გადაწყვეტილი და შევძლებთ ორშაბათიდან სასწავლო პროცესის გაგრძელებას აღნიშნულ ფარდში. მე-10 სკოლა, რომელიც გადასული იყო და სწავლას აგრძელებდა 22 სკოლის შენობაში, იმ შენობაში გაჩნდა თუ არა ბზარი, ეგრევე მოხდა როგორც მე-10 სკოლის, ასევე 22 სკოლის გამოყვანა. მე-10 სკოლისთვის შეთავაზებული იყო 190 სკოლის შენობა მეორე ცვლაში, რასაც მოყვა პროტესტი. ვაგრძელებთ კერძო ფართების მოძიებას, ისეთი ფართების, რომელიც უფრო მეტად მორგებულია სკოლის სივრცეს, რომელსაც აქვს შესაბამისი გამტარიანუნარიანობა, იმიტომ რომ არ არის ნამდვილად პატარა სკოლა, შესაბამისად ასევე დაგეგმილია კონკრეტული ფართის შემთხვევაში თუ იქნა მოძიებული ამ ფართის მოწესრიგება. რიგით მე-5 საბავშვო ბაღი გაიხსნა დუშეთის მუნიციპალიტეტში. სოფელ აბანოსხევში აშენებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 50 ბავშვზეა გათვლილი. ახალი შენობა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს და აღჭურვილია შესაბამისი ინვენტარით. პროექტისთვის საჭირო 1.200.000 მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოიყო. წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში მე-5 საბავშვო ბაღი გავხსენით. აღნიშნული ბაღი გათვლილია 50 აღსაზრდელზე, მის საპროექტო ღირებულება შეადგენს 1.257.000. რა თქმა უნდა, კვლავაც გრძელდება რეგიონში სამშენებლო სარეკონსტრუქციო, სარეაბილიტაციო სამუშაოები ბაღებთან მიმართებაში და წლის ბოლომდე ჩვენს რეგიონს შეემატება კიდევ 5 ახალი ბაღი. მინდა მიულოცო ბავშვებს, პედაგოგებს და განსაკუთრებით მადლობა მინდა მოუხადო მუნიციპალურ განვითარების ფონდს და რა თქმა უნდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტში, მნიშვნელოვან პროექტში იყო ჩართული. და ჩვენი გუნდისთვის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია უსაფრთხო კომფორტული სივრცეების შექმნა. ბაღდათის მუნიციპალიტეტში ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები კომუნიკაციების კომისიამ შეაჯამა. კომკომის მონაცემებით მათ მუნიციპალიტეტში 30-ზე მეტი ტრეინინგი უკვე ჩაატარეს და 450-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადეს. პროგრამის მონაწილეები გაეცნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორც ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციების სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.
ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სასწავლო ტრენინგ კურსების განხორციელება. იგი მოიცავს 2 სასწავლო მოდულს, ციფრული წიგნიერება და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება. მოსახლეობის მიერ მომართვიანობა არის საკმაოდ მაღალი, ამ ეტაპისთვის სულ გადამზადებულია 400 ბენეფიციარი. ვეხებით ისეთ საინტერესო საკითხებს, როგორც არის მობილური აპლიკაციები და სხვადასხვა ონლაინ ვებგვერდები რესურსები, რომლებიც სასარგებლო იქნება მათი პირადი და სამსახურეობრივი გამოყენებისთვის. ასევე აქტიურად ვატარებთ ტრენინგს ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პლატფორმებზე, როგორც ტექსტურ, ასევე ვიზუალურ გენერაციულ სისტემებს ვაცნობთ მოქალაქეებს. მასშტაბური მსხვერპლი მოყვა რიო-დე-ჟანეიროში პოლიციის მიერ ჩატარებულ რეიდს. დაღუპულია 64 ადამიანი, მათ შორის არიან ძალოვანებიც. სპეცოპერაციის მიზნად გავლენიანი კომანდო ვერმელიოს კრიმინალური დაჯგუფების გავლენის შემცირებას ახდენდება. ამოღებულია დიდი რაოდენობით ნარკოტიკი და იარაღი. ოპერაცია წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იგეგმებოდა. მასში დაახლოებით 2500 სამხედრო და პოლიციელი იყო ჩართული. Essa aí, Ana Paula, é apenas vermelho em pelo menos 26 comunidades dessas áreas. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროებმა ნარკოტიკების გადაზიდვაში ჩართული 4 ნავი გაანადგურეს. ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. ირგო რომ წყნარ ოკეანეში ჩატარებული ოპერაციის შედეგად 14 პირი დაიღუპა. 1 ადამიანი გადაარჩინა მექსიკის სამაშველო ჯგუფმა. შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ნარკოტიკებით გადაზიდვაში ჩართულ პირებზე თავდასხმები სექტემბერში წამოიწყო. ჯამში იერიშების შედეგად უკვე დაღუპულია 50-ზე მეტი ადამიანი. დღის ამბების ნახავთ ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.gi შეგიძლიათ. კურიერი 10 საათზე ამით დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით კარგად.